მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ძნელი გზა დამოუკიდებლობისაკენ. წინა გადაცემაში მე მოგახსენეთ, რომ საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ, რომელიც გაიხსნა 1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში, საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ასე განსაზღვრა. საქართველო როგორც 100 წლის წინ რჩება რუსულ ორიენტაციაზე. თუმცა იქვე და სხვაგანაც მრავალგზის იყო განმარტებული, რომ ეს ეხებოდა დემოკრატიულ რუსეთს, ანუ იმ რუსეთს, დროებითი მთავრობის რუსეთს, რომელიც ბოლშევიკებმა დაამხეს 1917 წლის 24-26 ოქტომბერს კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. და არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხებოდა საბჭოთა რუსეთს. სხვათა შორის ჩვენი პოზიციები შედარებით უფრო მყარი იყო იმიტომ, რომ საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას არ აღიარებდა არც სომხეთის ეროვნული საბჭო, არც აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო და არც კავკასიის ფრონტის სარდლობა და არც კავკასიის ფრონტის ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო. სრული უგულებელყოფა ჰქონდა სამხრეთ კავკასიიდან საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას, საბჭოთა რუსეთის მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამოკვეთილად იყო ნათქვამი, რომ რუსული ორიენტაცია ეხება დემოკრატიულ რუსეთს, თუ რუსეთში აღსდგება დემოკრატიული წყობილება, ისეთი როგორიც იყო ბოლშევიკურ გადატრიალებამდე, მაგრამ ეროვნულ დემოკრატებს ეს მაინც არ აკმაყოფილებდათ. მათ უბრალოდ სიტყვა რუსეთის კი აღიზიანებდათ და ყოველგვარი განმარტება, აქ რომელ რუსეთშია ლაპარაკი, მათ არც საბუთიანად მიაჩნდათ და მას ანგარიშს არ უწევდნენ. როდესაც ეროვნულ დემოკრატებმა თქვეს, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ევროპული ორიენტაცია, ჟორდანიამ ძალიან მოკლედ განუმარტა. ეს ეხლა შეუძლებელია, იმიტომ რომ რუსეთ-ოსმალეთის კავკასიის ფრონტზე დგას უზარმაზარი არმია, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ დასაბედნიეროდ იჭერს ოსმალეთის ჯარების შემოტევას. ჩვენ ჯარი არ აქვს, ვერ შევაჩერებთ ოსმალეთის არმიის შემოტევას. თუნდაც ამიტომ ეხლა ევროპული ორიენტაციის აღიარება მიუღებელიაო. ამაზე სოციალ-დემოკრატებმა და საერთოდ სოციალისტური ორიენტაციის პარტიებმა ეროვნულ დემოკრატებისაგან ასეთი პასუხი მიიღეს. ჩვენ ამ რეზოლუციას ვიღებთ საქართველოსათვის თუ ფრონტისათვის. ახლა ეს რა თქმა უნდა ჭეშმარიტების მაუწყებელი იყო. რეზოლუცია პირველ რიგში უნდა გამოადგეს, რა თქმა უნდა, ქართველებსა და საქართველოს, მაგრამ მეორე რიგში ეროვნულ დემოკრატები გამორიცხავდნენ იმ საფრთხეს, რასაც რუსეთის არმია მოიმოქმედებდა თუ საქართველოს ეროვნული საბჭო, ეროვნული ყრილობა და შემდეგ ეროვნული საბჭო პროდასავლურ ორიენტაციას აღიარებდნენ და შემდეგ დამოუკიდებლობასაც გამოაცხადებდნენ. აქ ორი მომენტი იყო მოსალოდნელი. ერთი, რომ ეს არმია დატოვებდა ფრონტის ხაზს, დაბრუნდებოდა რუსეთში და ამით ჩვენ განგვიცხადებდა, რომ თქვენ თვითონ მიხედეთ ფრონტის ხაზს და
თუ დამოუკიდებლობა გინდათ, თქვენ თვითონ დაიცავით სამხრეთ კავკასია და საქართველო ოსმალეთის არმიის შემოტევისაგან. იყო, მაგრამ ეს არარეალური მოლოდინი იყო. მოლოდინი იყო უფრო რის, რომ ეს არმია აქედან შვიდად არ წავიდოდა და ამას მოყვებოდა დიდი კონფლიქტები. ჯერჯერობით ჩვენ პოზიციებს ამაგრებდა თქვა ზემოთ თქვი ის, რომ კავკასიის ფრონტის მთავარსარდლობა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოები არ ცნობდნენ საბჭოთა რუსეთის მთავრობას, მაგრამ ერთგვარი ერთ დღეს რომ ვითარება შეცვლილიყო, მაშინ აქ ძალიან ცუდი ამბები დატრიალდებოდა. ვითარების შეცვლაში მე რაც გულისხმობ, რომ საბჭოთა მთავრობას მიაღწია იმისათვის, რომ დაექვემდებარებინა რუსეთ-ოსმალეთის ფრონტზე განლაგებული უზარმაზარი არმია თავისი უზარმაზარი რეზერვებით, შეიარაღებით, ტყვია-წამლის მოგვარებით და ასე შემდეგ. ეროვნულ დემოკრატები შეტევისათვის იყვნენ სულ მზად და შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რომ ეს პრორუსული ორიენტაცია გაეკრიტიკებინათ, მაგრამ სულ მალე 1917 წლის 8 დეკემბერს მოხდა ძალიან არასასიამოვნო ფაქტი. თბილისში ჩამოვიდა ანტანტის ქვეყნების დელეგაცია, დიპლომატები და მათ შორის იყო ბრიტანელი გენერალი შორი და კიდევ რამდენიმე სამხედრო. ეხლა შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში. აღმასრულებელ კომიტეტის ხტომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია, მისი თავმჯდომარე. ეხლა რა გაიგო შეხვედრიდან? ჩამოსული ანტანტის ქვეყნების დელეგაცია, დიპლომატები, ბრიტანელი გენერალი შორი თურმე რის გასარკვევად. პირდაპირ თქვეს, ოსმალეთი აპირებს სამხრეთ კავკასიის დაპყრობას. აზერბაიჯანლების იმედი ჩვენ არ აგვაქვს. აზერბაიჯანლები მათ რელიგიური ერთობა აქვთ ოსმალებთან და ოსმალების წინააღმდეგ არ იბრძოლებენ. რჩებით ქართველები და სომხები. თუ შეძლებთ თქვენ შეაჩეროთ ოსმალეთის არმიის შემოტევა. არ უნდა ანტანტას, რომ გერმანიის ბლოკის ქვეყანამ ოსმალეთმა მოიპოვოს აქ უპირატესობა. ნელ-ნელა თანდათან გამოიკვეთა, რომ სამხრეთ კავკასია ანტანტისათვის სერიოზული მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული ობიექტია. ნოე ჟორდანიას სიტყვის არსი იყო შემდეგი, რომ ჩვენ ომს არ ვაწარმოებთ. ჩვენ არა ვართ მეომარი მხარე, რადგან ეს ომი რომ დაიწყო, მაშინ საქართველოს 2 გუბერნიის და 2 ოლქის სახით იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ჩვენ მხარი არა ვართ, მხარი ამ ომში იყო რუსეთი. ამჟამადაც ვითარება არ შეცვლილა, ჩვენ დამოუკიდებლობა არ გამოგვიცხადებია. ამიერკავკასიის კომისარიატი მხოლოდ დროებით არის სამხარეო ხელისუფლების ორგანო. უფრო მკვეთრი პოზიცია დაიკავა ნოე რამიშვილმა. საერთოდ ეს ორი პიროვნება სეხნიები იყვნენ, ერთ და იგივე სახელები ერქვათ, მაგრამ როგორც თათა დედამიწა ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ნოე იყო ძალიან, ჟორდანია ძალიან ლიბერალი, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი. ნოე რამიშვილი იყო ძალიან ფიცხი, შემტევი,
პოლემიკაში დაუნდობელი ადამიანი უკან დახევა არ უყვარდა. ეხლაც ესეთაც წარმოდგა ნოე რამიშვილი და უთხრა: კარგი, დაუშვათ ჩვენ ვიბრძოლეთ. თქვენ რით დაგვეხმარებით? ჯარით დაგვეხმარებით? ვერაო, პირდაპირ უთხრეს ანტანტის დიპლომატებმა. შეიარაღებით? ვერაო, ესეც პირდაპირ განაცხადეს. ფულით არმია რო შევქმნათ და იარაღი ვიყიდოთ თქვა სხვაგან თუ დაგვეხმარებით. არა, ვერც ფულით დაგვეხმარებით. აბა რა დახმარებას გვირდებითო? სამხედრო სპეციალისტებით დაგეხმარებით, რომ ჯარი გაწვნათო. ეხლა ნოე რამიშვილი გაითვალისწინა ის, რომ საქართველოში რუსეთიდან ბევრი სამხედრო გენერლები და ოფიცრები დაბრუნდნენ. ეს ფაქტი გამოიყენა თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდნენ ისინი და პირდაპირ მიახალა ანტანტის დელეგაციას. სამხედრო სპეციალისტები იმდენი გვყავს, თუ გინდათ იქით მოგახმართო. ვითარება დაიძაბა. სხვათა შორის პოზიცია ანტანტის ქვეყნებისა არ იყო სწორი. ვერავითარ შემთხვევაში საქართველო, რომელსაც რეგულარული ჯარი არ ყავდა 1917 წლის დეკემბრისათვის, ვერავითარი და სომხეთსაც არავითარი ჯარი არ ყავდა ამ დროისათვის, აბა როგორ უნდა შეეჩერებინათ ოსმალეთის შემოტევა, მით უმეტეს თუ აზერბაიჯანი არ იბრძოლებდა ქართველებთან და სომხებთან ერთად. ეს საკითხი სხვათა შორის ეხლა ცოტა წინ გაუსროთ მოვლენებს და ვიტყვი, როდესაც ამიერკავკასიის ფედერაცია შეიქმნა, შემდეგ ამაზე ვილაპარაკებთ და ამიერკავკასიის კონსტიტუციის მიღების საკითხი იხილებოდა, ერთ-ერთ არგუმენტად, რომ ეს სამოკავშირეო სახელმწიფო უნდა შეიქმნას, იყო ის, რომ ქართველების აზერბაიჯანელებს არ გულისხმობდნენ, ქართველებს და სომხების ჯარი გაერთიანდება. ეს მოგვიანებით იყო 1918 წლის მარტი-აპრილია, თუმცა ჯარი არც ქართველებს და არც სომხებს მაშინაც არ აჰყავდათ. ეროვნული კორპუსები შექმნის ფორმირების პროცესში იყო. სიტყვა აიღო ილია ჭავჭავაძის დისწილვა კონსტანტინე აფხაზმა და მან ასეთი რამე თქვა: ამიხსენით ერთი, მე იქნებ ვერ გავიგე. აზერბაიჯანელებს ომი არ ასურთ, სამხრეთ კავკასიის დასაცავად ოსმალეთის შემოტევის მოსაგერიებლად არ იბრძოლებენ. ერთი ამიხსენით, ქართველების მხდალ ჯარს სომხების მხდალი ჯარი რომ დაუდგება გვერდში, ამით რა გამოვა? ესე იგი, ახლა მხდალი ჯარი რა გაგებით იყო აქ ნათქვამი, ჯარი არ არსებობდა ფაქტიურად, არ არსებობდა, ვერ იქმნებოდა ჯარი, იმიტომ რომ ძირითადად ჯარში შეიძლება ყოფილიყო პირველ მსოფლიო ომში გამოვლილი ჯარისკაცები და რას წააწყდნენ ითი ქართველი ოფიცრები? ბრძანების, უსიტყვოდ მორჩილების, ყაზარმებში ცხოვრების გაგონება არ უნდოდა ხალხს. ეგონათ, რომ რაღაც ჯარი შეიქმნებოდა განსხვავებული ძველი ჯარისაგან, როგორიც იყო თქვათ რუსეთში, გერმანიაში, ავსტრიაში და ასე შეგვიძლია, მაგრამ ჯარ ძველსაც და ახალსაც აქვს ერთი და იგივე პრინციპი. უსიტყვო მორჩილება მეთაურის ბრძანებისადმი, უსიტყვო მორჩილება მთავარსარდლის ბრძანებისადმი. ამის გაგონება ომგამოვლილ ჯარისკაცებს აღარ უნდოდათ და კონსტანტინე აფხაზმა კარგად იცოდა, რომ ასეთი ხალხი სანდო არ იყო. ისინი პირველი გასროლისავე გაიფანტებოდნენ ჯარის პრინციპი სხვა განსხვავებული ძველი პრინციპებისაგან ჯერ შემუშავებული არ იყო. ეროვნულ დემოკრატებმა
ამით დიდი დარტყმა მიიღეს ანტანტის დიპლომატების თბილისში სტუმრობით, რომ გაიყვა, რომ არ გინდა დემოკრატიული რუსეთის ორიენტაციაზე ყოფნა, პრორუსული ორიენტაცია დემოკრატიული რუსეთის არსებობის პირობებში, მაგრამ გინდა თუ არ გინდა ევროპა ვერ გიცავს. ვერც ჯარს გაძლევს, ვერც იარაღს გაძლევს და ვერც ფულით გეხმარება. ძალიან მძიმე სიტუაცია არის. ეხლა ყველაფერ ამას რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, მოსკოვიდან ძალიან კარგად აანალიზებდნენ. მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ ლენინი, ბოლშევიკი ლიდერები ლევ ტროცკი, იოსებ ჯუღაშვილი, გრიგორი ზინოვიევი, ლევ კამენევი და სხვები. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელი ბირთვი, რომ საქართველოში ისეთი ამბები ხდება, რომელიც რუსეთისათვის ყოველად მიუღებელია, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთს აქ აქტიური პოლიტიკის წარმოება არ შეუძლია. მაგრამ მოხდა ორი მოვლენა, რომელმაც დაადასტურა, რომ რუსეთს როგორც კი მას ძალა მიეცემა, საშუალება მიეცემა, ძალა აქვს მას საკმაოდ დიდი არმია ჰყავს, საქართველოს ცხელ დღეს დააყრის. მე ზემოთ მოგახსენეთ, რომ მართალია რუსეთ-ოსმალეთის ფრონტზე განლაგებული რუსეთის არმია არ ცნობდა საბჭოთა რუსეთის მთავრობას, არც მთავარსარდალი მიხაილ ჟევარსკი ცნობდა თავის დროზე საბჭოთა რუსეთის მთავრობას, არც მისი შემცვლელების შემდეგ და რაც მთავარია, ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოები არ ცნობდნენ მას. და ისიც აღნიშნეთ, რომ იყო საშიშროება, რომ ეს ვითარება დიდხანს არ გასტანდა. ეხლა 17 წლის 5 დეკემბერს ოსმალეთის ქალაქ ერზინჯანში დაიდო დროებითი ზავი რუსეთსა და ოსმალეთს შორის. საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, სადემარკაციო ხაზი დადგინდა ზონა სადემარკაციო ხაზიდან ჩრდილოეთით, ანუ კავკასიის სიღრმეში და სადემარკაციო ხაზიდან სამხრეთით, ანუ ოსმალეთის სიღრმეში. აქ ყველაფერი კარგად იყო გაწერილი, რისი გაკეთება შეიძლებოდა, რისი არ შეიძლებოდა, თქვათ, ჯარების გადაჯგუფება არ შეიძლებოდა, მხოლოდ ერთი ასეული, 20-ეული, რაღაცა პატარა სამხედრო შენაერთი შეიძლება გადასულიყო ერთი ქალაქიდან, ერთი სოფლიდან მეორეში, არ შეიძლებოდა სამხედრო რეზერვების შექმნა და ასე შემდეგ. აი ამის შემდეგ კავკასიის ფრონტზე განლაგებული რუსეთის არმია ძალიან სწრაფად იშლება. ხელი მას შეუწყო ბოლშევიკურმა აგიტაციამ. ამ საქმეს სამხრეთ კავკასიაში ხელმძღვანელობდა ცნობილი სომეხი ბოლშევიკი სტეფანე შაუმიანი. ის აქ ადრეთ ჩამოდიოდა არალეგალურად და შემდეგ უკვე ლეგალურადაც კი ჩამოდიოდა ხოლმე იგი. მას ყავდა რაღაცა შეუწოდებდნენ ხოლმე შაუმიანის მდივანიაო ესო სამხედრო ვინმე კუზნეცოვი და ხალხი თავისი რა რომლითაც იგი ცდილობდა იმას, რომ როგორმე კავკასიის არმია გამოეყენებინა
მოსკოვში შემუშავებული გეგმის თანახმად. ეს გეგმა შაუმიანმა შეიმუშავა პრინციპში მოსკოვში გააგზავნა და იქ მოიწონეს დამატებები შეიტანეს. გიმრი მაშინდელი ალექსანდროპოლი, დღევანდელი ქალაქი გიმრი სომხეთისა აქ თავს იყრიდა ფრონტიდან სამშობლოში, ანუ რუსეთში დასაბრუნებლად გამზადებული არმია. ეშელონებით ისინი უნდა წასულიყვნენ გიმრიდან. ეხლა პროცესი არ იყო საომარი, თავიდან მშვიდობიანი იყო. შაუმიანი აქ არა ჩანს, აქ ჩანს ჩანან რუსი გენერლები, ოფიცრები, ეშელონების მეთაურება დანიშნული ადამიანები, რომ გაგვატარეთ, ჩვენ მივდივართ სამშობლოში და ომი დავამთავრეთ. დაიდო დროებითი ზავი, აწი როგორც იქნება ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ ომი დავამთავრეთ. მაგრამ საქართველოს ეროვნულ საბჭოში იეჭვეს ერთი რამ, რუსები გაშვებას ითხოვდნენ გიმრიდან თბილისიდან მცხეთა გორი, ხაშური და ასე შემდეგ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ფოთამდე და ბათუმამდე. როცა მათ შეეკითხნენ, რა გინდათ იქ, რატომ მიდიხართ ამ გზით? 1918 წლის იანვარია. მაშინ აფხაზეთზე რკინიგზა არ გადიოდა. რუსეთში წამსვლელი, თქვა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს რკინიგზით კი არ უნდა ესარგებლა, თბილისიდან ბაქოში ჩასულიყო და ბაქოდან წასულიყო შემდეგ რუსეთში და ძალიან გაუკვირდათ, რატომ მიდიხართ აფხაზეთზე რკინიგზა? არა, ჩვენ იქ გემებს დაგვახვედრებენო, სოხუმსა და იმაში, ფოთსა და ბათუმში. რა თქმა უნდა ეს ზღაპარი იყო, შავ ზღვაზე ისეთი ამბები იყო, მარადიორობა მიმდინარეობდა, სად იყო გემები, ვინ დაახვედრებდა. და მეორე, რაც საეჭვოდ ეჩვენა ეროვნულ საბჭოს, გასაგებია რომ ოფიცერს მიაქვს ცეცხლსროლი იარაღი, თქვათ ჯარისკაცს მიაქვს შაშხანა, მაგრამ ამდენი ტყვია მრქვევი, ამდენი ქვემეხი, რომლებიც ღია პლატფორმებზე იდგა, ისე ჩაუგბეს ეშელონებს, რაში გჭირდება თუ რუსეთში ბრუნდებით? შფოთიანი დროა და არ ვიცით რაში გჭირდება. რა თქმა უნდა ეს პასუხი ახლა არასერიოზული იყო. ამიტომ საქართველოს ეროვნულ საბჭოში გადაწყვიტეს, რომ ამ დიდ ძალასთან ბრძოლა ესე პირდაპირ შებმა არ გამოდგებოდა. ამიტომ გიმრიდან რომ რკინიგზა მოდიოდა, თბილისში რომ მოვიდოდა, შემდეგ თბილისიდან ამ გზით შეიძლება წასულიყავი ბაქოში, ანუ კეთდებოდა გარკვეული სამკუთხედი. გიმრიდან თბილისი, ამ სამკუთხედის წვერზეა თბილისი, ხოლო ბაქო და გიმრი მარჯვნივ და მარცხნივ. თბილისიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით გიმრი თბილისის რკინიგზით მომავალი ეშელონები სანამ თბილისში შემოვიდოდნენ, გააჩერეს შუქ ნიშანზე, სპეციალურად მოაწყვეს, ააშენეს რკინიგზის ხაზი, რომელმაც გიმრიდან თბილისში მომავალი რკინიგზა შეუერთა თბილისიდან ბაქოში მიმავალ რკინიგზას. ასე რომ პირველმა, მეორე, მესამე და რამდენიმე ეშელონმა
ეს ჯარისკაცები რა თქმა უნდა უკვე მარადიორებად იყვნენ ქცეულები ლოთობა გავცელდა თუ სადმე სასმელში შევიდნენ დღენია და გლოთობდნენ განჯაში გაიღვიძეს მერე კი მიხვდნენ რომ თბილისი არ არის განჯა არის და მერე მიხვდნენ რომ აი ამ გზით დამატებით რკინის გზის ხაზზე გადაყვანით მოხდნენ განჯაში შემდეგი ეშელონები აღარ გადავიდნენ ამ რკინის გზის ხაზზე მოკლედ საბოლოოდ აქ 20-მდე ეშელონმა მოიყარა თავი ეს არის უმართავი სამხედრო ძალა განჯაში დგას პოლკოვნიკ ლევან მაღალაშვილის მეთაურობით მუსლიმთა 1000-ული ჩრდილო კავკასიაში როცა ველური დივიზია დაიშალა ლევან მაღალაშვილმა მოახერხა და განჯაში ჩამოიყვანა ეს არის აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს მთავარი სამხედრო ძალა ქართველებს რა გააჩნდათ პირველი ქართული კორპუსის ფორმირება დამთავრებულია მაგრამ გითხარით ეს ახლად შექმნილი ჯარი ძალიან არასაიმედოა ამიტომ აქ გადამწყვეტ როლს თამაშობდა სახალხო გვარდია რომლის შტაბის უფროსი ცნობილი ადამიანი ვალიკო ჯუღელი გახდათ სასრაფოდ იქნა გამოძახებული თბილისიდან უბრალოდ თბილისში არ იყო მაგრამ თბილისში უნდა შემოსულიყვნენ ორი ჯავშნოსანი მატარებელი ევგენი აფხაზავასა ეს იყო ცნობილი ოფიცერი ჯავშნოსანი მატარებლის დიდი სპეციალისტი და მეორე ვალოდია გოგუაძე ესეც ისევე როგორც ევგენი აფხაზავას მთელი პირველი მსოფლიო ომი გამოვლილი ჰქონდათ მოკლედ რომ თქვათ ყოველგვარი ბრძოლის გარეშე რამდენიმე ეშელონი ევგენი აფხაზავამ განაიარაღა იარაღი დაატოვებია და ხა წადით სადაც გინდათო ხო მაგრამ იმათ იარაღის გარეშე წასვლა არ უნდათ იმიტომ რომ შაუმიანის გეგმა იყო ასეთი თბილისში რომ შევიდოდნენ ეს ჯარი გადმოსხდებოდა ვაგონებიდან დაიკავებდა თბილისს შემდეგ დაიკავებდა გორს ხაშურს დღევანდელ ხარაგაულს ზესტაფონს ქუთაისს და ასე შემდეგ ბათუმისა და ფოთის ჩართით იარაღის გარეშე მათი წასვლა საკედან აზრი ლენინისა და შაუმიანისათვის არ ქონდა ამიტომ რაღაც უნდა მოეხერხებინათ ევგენი აფხაზავასათვის იმიტომ რომ თუ მას წინააღმდეგობას გაუწევდნენ ეს ჩვეულებრივი ეშელონები იყო და სულ რამდენიმე წუთში ერთი ეშელონი ჯავშნოსნიდან ევგენი აფხაზავა შეეძლო ცეცხლში გაეხვია და მას ისინი კარგად ხვდებოდნენ ომ გამოვლილი ხალხი იყვნენ ჯარისკაცებიც და ოფიცრებიც ერთ-ერთი ეშელონის განიარაღების შემდეგ როდესაც რუსებმა თანხმობა თქვა წავალთ ოღონ გაგვიშვით და ვტოვებთ იარაღსო ევგენი აფხაზავა რკინიგზის ხაზიდან ცოტა მოშორებით მეორე ხაზზე იდგა მისი ჯავშნოსანი მატარებელი ბრუნდებოდა იქ და უცებ ვიღაცამ ანიშნა გისვრიანო გესვრიან ეხლაო მოხედვაც ვერ მოასწრეს ესენი უცებ შევარდნენ ჯავშნოსანში მაგრამ ჯარისკაცმა კარების დახურვა ვერ მოასწრო უმბარა შევარდა ჯავშნოსანში 5-6 კაცი მათ შორის გმირულად დაიღუპა ქართველი ოფიცერი ევგენი აფხაზავა ამას უკვე რუსებისათვის დიდი სიკეთე მაინც აღარ მოუტანია ჩამოვიდა ახალი ჯავშნოსანი ვალოდია გოგუაძის მეთაურობით მოკლედ შეკრიბეს ეს რუსები
იქ იყო სხვათა შორის ლევან მაღალაშვილი, მუსლიმთა ათასეულის მეტაური და უთხრეს, რომ ეხლა თუ არ გინდათ რომ აქ ხოცვა-ჟლეტა მოხდეს, ისედაც ბევრი ხალხი დაიხოცა, იმიტომ რომ სროლა მოყვა მერე ევგენი აფხაზავას დაღუპვას, ბაქოს გზით დაბრუნდით რუსეთში. ზოგმა თანხმობა განაცხადა, ზოგმა არა. ვინც არ განაცხადა, ისინი აიძულეს გარკვეული შეჯახების მერე, რომელსაც ასევე საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოხდა, რომ შეებრუნებინათ ესე შებრუნები და ბაქოს გზით წასულიყვნენ. ვალოდია გოგუაძე ბოლო ეშელონს უკან მიჰყვებოდა და გაფრთხილებული ყავდა, თუ სადმე გაჩერდებით გაუთვალისწინებლად და ეცდებით თბილისისაკენ მოbrunებას, მაშინვე ცეცხლს გაგიხსნით და ჩააცილა, ჩაიყვანა ბაქომდე ეს ეშელონი. ეს ისეთი საზიზღარი ძალა იყო, ხალხო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ 1918 წლის აპრილში ბაქოში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. სახალხო კომისართა საბჭო შეიქმნა ბაქოსი სტეფანე შაუმიანის ხელმძღვანელობით. სისხლში ჩაახშვეს აზერბაიჯანის ეროვნული მოძრაობა და ვერავინ ვერაფერი დააკლო მათ, სანამ აქ ინგლისელები არ შემოვიდნენ. შემდეგ სახალხო კომისრები ამ მთავრობისა, შაუმიანის მეთაურობით კასპიის ზღვის იქით გადაიყვანეს და დახვრიტეს. ეს ისტორიაში ცნობილია 26 კომისრის სახელწოდებით. ტყუილია ხალხო, 26 კომისარი იყო იმ კამერაში, საიდანაც გამოიყვანეს ის ხალხი. კომისარი იქიდან იყო სულ 7-8, შეიძლება არც კი. აბა რა შეჭირდებოდა 26 მინისტრი ბაქოს მთავრობას, 26 მინისტრი რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს არყოლია და დიდი ბრიტანეთის მთავრობას არყოლია. ეს უბრალოდ სადაც ეს ნამდვილი კომისრები შეუშვეს, მერე იქიდან რომ გამოიყვანეს, როცა დასახვრეტად მიყავდათ, სხვა ხალხიც მიაყოლეს მას. მაგრამ შევიდა ისტორიაში ახლა თბილისში მეტროც იყო ჩემი თავობის ხალხს ემახსოვრება უმცროსებსაც, რა თქმა უნდა. ეხლა რომ ავლაბარი ქვია, 26 კომისარი ერქვა მას. მოგახსენებთ, 26 კომისარი არასდროს ბაქოში არ ყოფილა. ერთი ქართველიც იყო მათ შორის, ჯაფარიძე. ეხლა ეს მოვიგერიეთ როგორც იქნა. მაგრამ ეხლა რუსეთმა სხვაგვარად გვიმუხდლა. რუსეთი ომს აგებს, პირველ მსოფლიო ომს. დღევანდელი ქალაქი რომ არის პუშკინო, სანქტ-პეტერბურგთან, მან ეგ დაიკავეს გერმანელებმა. სმოლენსკთან და ფსკოვთან, ანუ მოსკოვის კარიბჭესთან სასტიკად გაანადგურეს წითელი არმია და მალე მოსკოვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა და საბჭოთა რუსეთის მთავრობა ლენინის ინიციატივით წავიდა იმაზე, რომ დაედო სეპარატიული ზავი, ანუ ზავი დამოუკიდებლად ანტანტის წევრი ქვეყნებისაგან უკითხავად გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან. ეს რა თქმა უნდა დიდი დარტყმა იყო ინგლისსა-ფრანგეთ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. ამერიკა ამ დროს უკვე ომში სერიოზულად არის ჩაბმული, მაგრამ რუსეთი მიდის ამაზე, კარგავს უზარმაზარ ტერიტორიას, კისრულობს უზარმაზარ კონტრიბუციას, რომელიც არ გადაუხდია სხვათა შორის. სამარცხვინო ზავს უწოდებდნენ ამას რუსეთში თვითონ ბოლშევიკები. 1918 წლის 3 მარტს დიდი და მძიმე მოლაპარაკების შემდეგ ეს ზავი ქალაქ ბრესტ-ლიტოვსკში გაფორმდა. ეხლა ზავი ძალიან რთულია. ერთი
სქელტანიანი ტომია ამ ზავის მასალები და მეორე დამატებითი ხელშეკრულებები მეორე ტომი, რომელიც ამას მოყვა. უკრაინასთან ცალკე გააფორმებინეს რუსეთს ზავი, ეს ევროპის მოთხოვნა იყო გერმანიისა და კარგი იყო რომ ასეთი მოთხოვნა შეიტანეს, რადგან უკრაინა უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ რუსეთის იმპერიას მიგვათვალეს თქვათ უკრაინის ბედი არ გავიზიარეთ ამ შემთხვევაში და სხვა ყველა ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ყველა რუსეთის იმპერიის ტერიტორიად ჩაითვალა. ზავის მეოთხე მუხტში წერია რომ რუსეთი არმია უპირობოდ ტოვებს ჩრდილოეთ ანატოლიის ტერიტორიას და მას მოწესრიგებულად აბარებს ადგილობრივ ხელისუფლებას. ეხლა ეს რატომ იყო აუცილებელი? შეიძლებოდა მთავარსარდალს ტერიტორიიდან გამოსვლის შემდეგ გამოეცხადებინა გრაბნედელი ძარცვის კვირა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები უზარმაზარ ნადავლს წამოიღებდნენ აქედან, გაძარცვავდნენ ტერიტორიას. მაგრამ ბრესტის ზავი ამას უბრძალავდა. მეოთხე მუხლის პირველი აბზაცი. მოწესრიგებულად ტოვებს ამ ტერიტორიას და აბარებს ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენელს. ჩვენთვის უფრო საინტერესოა მეოთხე მუხლის მეორე აბზაცი. რუსეთი ოსმალეთს უთმობს ტერიტორიას ბათუმის ოკრუგს, ყარსის ოკრუგს და არტაანის ოკრუგს. ეხლა უნდა გავარჩიოთ ეს ტერიტორია სად მდებარეობს, რას წარმოადგენს. ბათუმის ოკრუგი შედის ბათუმის ოლქში. ეს ბერლინის კონგრესის შემდეგ შეიქმნა 1878 წელს ოსმალეთი რომ დაამარცხა რუსეთმა და მესხეთის უდიდესი ნაწილი რომ დაატოვებინა. მაგრამ ისე თითქოს არაფერია, ბათუმის ოკრუგი წერია. ბათუმის ოკრუგი ხალხო არის მთელი ზემო და ქვემო აჭარა, ანუ მთელი აჭარა ბათუმი თურთ. ბათუმის ოლქი სულ იყოფოდა ორ ოკრუგად, საკუთრივ ბათუმის ოკრუგად და ართვინის ოკრუგად. და ბათუმის ოლქის ბათუმის ოკრუგი ეს არის მთელი აჭარა. ზემო და ქვემო აჭარა ქალაქ ბათუმით რჩება ოსმალეთს. ეხლა ამაზე ლაპარაკი არ არის რომ აქ ცენტრალური ნაწილი ყარსის ოლქისა არის ქალაქი ყარსი თავისი დიდი ფორტიფიკაციით, დიდი საწყობებით, საარტილერიო საწყობით და ასე შემდეგ, ტყვია-წამლის უდიდესი მარაგით ცენტრალური ნაწილი რჩება ოსმალეთს. ნუ ახლა არტაანი მოგეხსენებათ, ეს არის ძირძველი ქართული ტერიტორია, სულ ყარსის ოლქი სხვათა შორის იყოფოდა ყარსის ოკრუგად, არტაანის ოკრუგად, ყაზიზმანის ოკრუგად და ოლთისის ოკრუგად. რჩება ოსმალეთს. ეხლა ოსმალეთი ცდილობდა რომ ამიერკავკასიის კომისარიატის წარმომადგენელი მიეწვია ბათუმის ბრესტის საზავო მოლაპარაკებაზე. ქართველები არ შეცდნენ და არ ჩავიდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ხომ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვიყავით. ჩვენ ხომ მეომარი მხარი არ ვიყავით პირველი მსოფლიო ომისა. იქ პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნები არ ყვებდნენ საკითხს, მაგრამ ოსმალეთს რა შეჭირდებოდა ეს? ოსმალეთმა იწოდა რომ ქართველები ბათუმს, ყარს და არტაანს არ დათმობდნენ 9-ჯერ რომ ჩაწერილიყო ბრესტის ზავში და გართულებები მოყვებოდა. იქ ქართველები იქნებ როგორმე გაეტეხათ, რა თქმა უნდა მათ თავარ ხელშეკრულებაზე ხელს არავინ არ მოაწერინებდა, მაგრამ რაღაც ხელშეკრულების მსგავსი შეიძლება დადებულიყო, რომ ქართველები დათანხმებულიყვნენ ბრესტის ზავს. არ გამოვიდა ოსმალეთის ეს ხრიკი,
ქართველები იქ არ ჩავიდნენ, ეს აკაკი ჩხენკელმა განმარტა, რატომ არ წავიდნენ. ასე რომ ოსმალეთი დარჩა ჩვენ პირისპირ. ამიერკავკასიის კომისარიატი აცხადებს, რომ ჩვენ არ ავცნობთ ბრესტის ზავს, რადგან საქართველოს და სომხეთის ტერიტორია ჩვენ უკითხავად გადაეცა ოსმალეთს. აი ამის ეშინოდა ოსმალეთს, ხო? ამის შემდეგ ოსმალეთი ცდილობს, რომ მოელაპარაკოს ამიერკავკასიის კომისარიატს და აღიარებინოს როგორმე ბრესტის ზავის პირობები. ამისთვის ტრაპიზონში დაინიშნა კონფერენცია, უშედეგოდ დამთავრდა, რადგან ქართველები არ ცნობენ ამ ტერიტორიის დანაკარგს. რაღაც კომპრომისზე მიდიან, მაგრამ ეს ოსმალეთს არ აკმაყოფილებს. შემდეგ გაგრძელდა ეს კონფერენცია, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა 11 მაისს ბათუმში, რომელ ბათუმში? უკვე ოსმალეთის მიერ დაპყრობილ ბათუმში. ტრაპიზონის კონფერენციის ჩაშლის შემდეგ 1 აპრილს დაიწყო ომი და 1 აპრილს ოსმალებმა ბათუმი დაიკავეს. შემდეგ ჩოლოქცეც გადმოვიდნენ, მაგრამ უკან დაბრუნდნენ მერე სხვადასხვა მიზეზის გამო. ასე რომ მოლაპარაკება ტრაპიზონშიც ოსმალეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და ბათუმშიც ოკუპირებული ოსმალეთის ტერიტორიაზე. აქ ოსმალეთმა კიდე დაამძიმა პირობები. ტრაპიზონში ეუბნებოდა, თქვენ არ ახარ დამოუკიდებელი სახელმწიფო და საერთოდ რაზეა საუბარი. ეხლა ჩვენ ბათუმში რა არგუმენტი ჰქონდა? შუალეთში შეიქმნა 13 მაისს შეიქმნა ისა ქვია ძველი სტილით შეიქმნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. ეხლა ვარ დამოუკიდებელი ქვეყანა. ეხლა ოსმალეთის დელეგაციის მეთაური ბათუმში ერთადერთი სხდომა გაიმართა 11 მაისს, მერე კერძო შეხვედრები იყო. ეუბნება, რომ ეხლა გიხართ, თუმცა არავინ არ გაღიარებთ, მაგრამ დაუშვათ ხართ. მაგრამ თქვენ პოსტფაქტუმ შექმნით სახელმწიფო და ამიტომ ბრესტის ზავის რომელიმე მუხლის შეცვლაზე ან მის შერბილებაზე ასე შემდეგ არ გაქვს უფლება რომ იმჯეროთ და დაუმატა კიდევ ოსმალეთმა რას ტრაპიზონში არ უთქვია სხვათა შორის. ოსმალეთის ჯარს მიეცეს უფლება გადაადგილდეს საქართველოს ტერიტორიაზე საჭიროების მიხედვით ჯარი და შეიარაღება გადაიტანოს. ეს სუვერენული ქვეყნის სუვერენიტეტის მიწასთან გათელვა იყო, ფეხქვეშ გათელვა იყო. სხვათა შორის ოსმალეთის პოზიცია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით იყო ძალიან სუსტი. დაიდო დიდი ხელშეკრულება ბრესტში. ერთ მხარეს არის ანტანტის ყოფილი წევრი რუსეთი, მეორის მხარეს სამთა კავშირის წევრები გერმანია, ავსტრია, უნგრეთი, ბულგარეთი, ოსმალეთი. ეს იურიდიული თვალსაზრისით სავსებით სწორად მოხდა. გავიდა რუსეთი ომიდან, მაგრამ ტრაპიზონში და ბათუმში რაზეა ლაპარაკი? ბრესტის ხელშეკრულების შეცვლაზე? ამიტომ იყო, რომ მოსკოვში გამოიძახეს გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩეჩერინმა უთხრა, ჩვენ დავდეთ დიდი ხელშეკრულება. ეხლა რა იცვლება იქ ჯერ ტრაპიზონში, მერე ბათუმში? ეხლა გერმანელები რატო გამოიძახეს? ბათუმში განსაკუთრებით აქტიურობდა გენერალი ოტო ჰერმან ფონ ლოსოვი, დიდი მეგობარი და დიდი ღვაწლმოსილი ადამიანი ქართველების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. რა უნდა ფონ ლოსოვს იქ? რა ხელშეკრულებას დებთ? დიდი ხელშეკრულება არსებობს, ვერ შეცვლით იმას ვერანაირად თქვენ. ასე რომ ფაქტიურად მოლაპარაკებები ტრაპიზონსა და ბათუმში უპერსპექტივო იყო.
ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში გერმანიის ელჩის გამოძახების შემდეგ ეს ამბავი მთელ მსოფლიოში გახმიანდა, რომ სადღაც ტრაპიზონში, ბათუმში ოსმალეთი და ამიერკავკასიის კომისარიატი ცდილობენ შეცვალონ დიდი ხელშეკრულება დადებული ბრესტ-ლიტოვსკში. ვერ შევცვლიდით ამ ხელშეკრულებას, ძალიან უნდოდა ოსმალეთს და თუნდაც იქ რაღაცა ჩვენი აზრით ყოფილიყო ამ ხელშეკრულების შეცვლაში, რაღაც კომპრომისზე წავსულიყავით, მას რუსეთის ჩარევის შემდეგ უკვე ძალა აღარ ექნებოდა. ბრესტ-ლიტოვსკის ზავი რჩება ძალაში. აი ასეთი იყო ვითარება დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ. დღეს ამით დავამთავრებთ, ბატონებო და ქალბატონებო. ხრობა გავაგრძელოთ მომავალ ლექციაზე, ამბები დავიწყოთ უშუალოდ, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. დღეს კი დაგემშვიდობებით ამით, კარგად გრძანდებოდეთ.